Სალამ მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით თებერვლის ეპიზოდში. შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი ქართულენოვანი ვიდეო პოდკასტის სერია, რომელიც ყოველთვიურად გამოდის და ეძღვნება საქართველოში პროდუქტებისა და პროექტების მართვის თემას. ასე რომ თუ შენ ხარ ლიდერი, მენეჯერი, გუნდის წევრი და განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტზე მუშაობ, ან სერვისზე, რეპორტზე, არ ვიცი, ნებისმიერ პროდუქტზე, დღევანდელი თემა შენთვის აუცილებლად საინტერესო იქნება და პატარა მინიშნებას გავაკეთებ. თუ მიხვდებით დღევანდელი თემა რას ეძღვნება. ესე იგი ბაგი და დღეს ჩვენ გვეყოლება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების გურუ, თამამად შემიძლია ვთქვა და თქვენ მიხვდებით შედეგების მიხედვით, ამ ადამიანს რამდენი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ამ სფეროს გაანვითარების კუთხით და მე მინდა რომ ძალიან გულწრფელად და დიდი სიყვარულით მივესალმო ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ლელა გაბელაიას. ლელა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს თბილ გარემოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პატარა ბაგუნია, ჭიამაია, კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს შენს სამუშაო გარემოს. გამარჯობა მარი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და არა, კიდევ უფრო პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ესე პირადად გაგიცანი. ეს ვარდისფერი გოგონა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაფერი რაც ვარდისფერი ამ ქვეყანაზე მინდა რომ შენი იყოს. ასოცირდება შენთან და მინდა რომ შენი იყოს. ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. შეემატება ჩემს კოლექციას. ფაქტურად ყველაფერი მაქვს ჭიამაის სახლში. ხო, აი მე შევნიშნე რომ LinkedIn-ზე აი შენ ეხლა ჩვენთან გავშლით მეგობრებო. ლელას ძალიან ბევრი ღვაწლი აქვს ამ სფეროში, მაგრამ ერთ-ერთი კიდევ არის ხარისხის აკადემიის დამფუძნებელია და ამ ხარისხის აკადემიის ლოგოშიც ეს ჭიამაიები ყველგან ფიგურირებს, მის მაისურზეც LinkedIn-ზეც თუ ნახავთ და მოკლედ თემატურია ნამდვილად შენთვის. ლელა, მოკლედ მე გავუმხელ მაყურებელს, რომ აგერ უკვე 3 თვეა ვცდილობ რომ შენ გვესტუმრო და არა ის რომ გვახვეწნინებდი, ძალიან არ გეცალა. განსაკუთრებით განათლების სფეროში, როდესაც ხარ და იქ გამოცდები და სტუდენტები და ასე შემდეგ. და მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ პირველ რიგში მგონია, რომ უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ შენ საერთოდ როგორ მოხვდი ხარისხის უზრუნველყოფაში, აი QA-ს, რასაც ვეძახით ამ სფეროში, თუ აი როგორც ცნობილ ქართულ ფილმშია ბავშვობიდან აქავზი ვარ თემა არის, თუ განსხვავებული ამბავია შენ თავს. ესე იგი, ზოგადად IT სფეროში როგორც მოვხვდი, ეს არ არის შემთხვევითი, ან შემდეგ არ შემიცვლია პროფესია, მართლა ბავშვობიდან მინდოდა ეს IT, მაგრამ რატომ მინდოდა არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობას რომ გადავხედოთ, ეს ის პერიოდია, შუქი რომ არ გვაქვს და წყალი რომ არ გვაქვს და გაზი და მით უმეტეს კომპიუტერი ნანახიც არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა IT-ს შესწავლა და კომპიუტერის შესწავლა. ეს ალბათ ოჯახიდან იყო გამომდინარე და განპირობებული, რადგან დედაც და ბიძიაც არიან ფიზიკა მათემატიკოსები. და ანუ ტექნიკურ ოჯახში რომ ვიზრდებოდი, ალბათ მაინც ეს იყო გამოთვლებზე იყო საუბარი, ხო? იყო გამოთვლებზე საუბარი, დედა ყოველთვის ამბობდა ეს გამოთვლელი მანქანები მთელ კედლებს რო იკავებენ TSU-ში და ძალიან მაინტერესებდა ეს მოკლედ გამოთვლითი სისტემები. შესაბამისად ჩავაბარე TSU-ში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე და პროგრამირების მოკლედ მიმართულებით. ანუ IT სფეროს არჩევა შემთხვევითი არ იყო, მაგრამ ტესტირება და QA, რა თქმა უნდა, შემთხვევითი იყო, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში იმ დროს ეს პროფესია ხარისხის გაგება ცოტა ხარისხი არ არის, ხო, ხარისის ცნება, ვინ არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი, ესეთი როლი, ვაკანსიები, ანუ არ არსებობდა. ერთ-ერთ კომპანიაში გავაგზავნე რეზიუმე, ძალიან საინტერესო კომპანია იყო, უცხოური დამკვეთი ყავდათ, ბრიტანელი დამკვეთი და სჭირდებოდათ front-end developer-ი. მოთხოვნები იყო სტანდარტული HTML, CSS, JavaScript და მეც გავაგზავნე ჩემი რეზიუმე, რადგან ინფორმატიკა მქონდა დამთავრებული TSU-ში. იქიდან მომწერეს პასუხი, რომ ჩვენ front-end developer-ი უკვე ავიყვანეთოთ, ან უფრო გამოცდილი გვინდოდაო და თქვენ გამოცდილება არ გაქვთ, მაგრამ იმდენად საინტერესო არისო თქვენი რეზიუმე და ტექნიკური უნარები, რომ დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებოდითო როგორც ტესტერის ვაკანსიაზე, QA-ის უნარები იყო ესეთი, რაც აი რამაც მიიქცია ყურადღება, ახლა გავწიყური ცოტა. უნარები ალბათ, თუნდაც პროგრამირების ცოდნა, თუნდაც ეს HTML, CSS-ი აკადემიური მოსწრებით იძახი, ხო? ეს უნივერსიტეტის ცოდნას ვამბობ, სხვა მეტი არაფერი მაგ ეტაპზე უნივერსიტეტის ცოდნას ვამბობ.
და გაგესაუბრებითო QA ტესტერის პოზიციაზე. ხო ვერ მივხვდი, ანუ წერილს მეილში რა ეწერა, რა უნდა და ამ ხალხს ჩემგან ვერ მივხვდი. ეს აბრევიატურა ეს ხო, ეს 200 ტესტირება რა არის, ეს QA რა არის, არაფერი არ ვიცი, მაგრამ მივედი რა თქმა უნდა გასაუბრებაზე და რომ მივედი, მომცეს გასატესტად, პირდაპირ გასატესტად რეგისტრაციის ფორმა. რაღაც ვებ პორტალი იყო, რეგისტრაციის ფორმა და პირდაპირ მითხრეს, რომ აი აქ უნდა იპოვო ხარვეზები. ისიც არ ვიცი, ხარვეზი რა არის, ესეც არ ვიცი. მაგრამ დავიწყე ძალიან დაკვირვებულად ამ რეგისტრაციის ფორმის ტესტირება და ვიპოვე სადღაც 13-14 ხარვეზი. თურმე ხარვეზი, თურმე ბაგი, ესეც არ ვიცი და ძალიან მოეწონათ იქ ეს შედეგი და ამიყვანეს ტესტირების მიმართულებით და ამის შემდეგაც დიდხანს ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, იმიტომ რომ ყველა ჩემს ჯგუფელს, ნაცნობს IT-ში ვინც იყო, რომ ვეკითხებოდი, რომ ყავთ კომპანია, ყველა იყო დეველოპერი, ხო? უმეტესად. და თვითონვე ტესტავდნენ ალბათ ავად თუ კარგად. კი ბატონო, სისტემური ადმინისტრატორი, პროექტის მენეჯერი, მაგრამ არც ერთ კომპანიაში მაშინ ტესტერი არ იყო და მოკლედ წლები ვიყავი გაურკვევლობაში. მეგონა რომ მხოლოდ ამ კომპანიას ჭირდებოდა ტესტერი. ეს არ იყო ქართული კომპანია. ეს არ იყო ქართული კომპანია, დამკვეთი იყო ბრიტანელი. და ნუ ბრიტანეთში რა თქმა უნდა განვითარებული იყო ეს ხარისხზე ზრუნვა, თავიდანვე ვიყავით ტესტერები პროცესში ჩართული და კიდე ჩვენ განვავრცობთ ამ თემას. თურმე 2012 წლის ამბავია ეს. თურმე 2012 წელს ამ კომპანიაში ჩვენ Agile-ის Scrum framework-ით მუშაობდით. ესეც თურმე 2012-ში. 2012. მაშინ როდესაც საქართველოში პირველი ჭიქა ამ კუთხით გაჭახუნდა სადღაც უკვე მეორე 10 წლეულის 21 საუკუნის მეორე 10 წლეულის მიწურულ სადღაც 2019-20-ისკენ როცა TBC რაღაცა enterprise დონეზე. ზუსტად 2019-20 წელი მახსოვს მეც რომ ჩვენმა წამყვანმა ბანკებმა დაიწყეს ამაზე აქტიურად საუბარი, რა არის Agile ტრანსფორმაცია, Scrum-ი და ასე შემდეგ და თურმე ჩვენ ამას იმ კომპანიაში ვაკეთებდით 6-7 წლით, ასე თქვა ადრე. ოღონდ ისე რომ გააზრებული გქონდა თუ იქ მექანიკურად მიყვებოდით რაღაცეებს? არ მქონდა, მე პირადად გააზრებული არ მქონდა, იმიტომ რომ არანაირი ლიტერატურაც ამაზე წაკითხული არ მქონდა. პირდაპირ პრაქტიკაში შევედი, პირდაპირ daily stand-up-ზე მოხვდი, პირდაპირ sprint planning-ზე შემიყვანეს. ოღონდ 10 წლის მერე გაიგერო ეს daily stand-up-ი თურმე ეგ ყოფილა. თურმე sprint planning-ზე ვარ, მერე მივხვდი 10 წლის მერე. იბატონო. მაგარია, ანუ ეს პრაქტიკოსის კარიერა, რომელიც დაიწყე და მე აი რაღაცა მომენტში მოხდა გარდატეხა, როდესაც შენ თქვი, რომ აი რა ვიცი, ხელმძღვანელიც ვიყავი, აი ეს მე ცოტა LinkedIn-ზე რა თქმა უნდა ჩავიხედე და ვნახე რომ ხელმძღვანელიც ყოფილ ხარ საერთაშორისო კომპანიებში, გუნდების, რომლებიც ტესტავდნენ, შენ თვითონაც QA-ის როლში და ამასაც ჩაუღრმავდებით უკვე გვაინტერესებს, ანუ არა რა საკეთებდი, არამედ აი როგორ აკეთებდით ისე რომ თქვენი ხელიდან ხარისხი გამოსულიყო, ხო? რა მოხდა ისეთი, რომლითაც შენ მიხვდი, რომ აი ეხლა მე ვარ განმანათლებელი, ეხლა ვარ ადამიანი, რომელიც უკვე მზად არის გააზიაროს ეს გამოცდილება და რაღაცა კონსულტანტის, მენტორის, მასწავლებლის, ტრენერის როლში გადახვედი და აქ უკვე რაღაც ხარისხის აკადემიაც იბადება, როგორც ხვდები. კი. ხარისხის აკადემია ცოტა წლების მერე იბადება. მე თვითონ მინდოდა მარის შემომეკრიბა ჩემს ირგვლივ ესეთი ადამიანები, ვისანაც ინფორმაციას გავცვლიდი, იმიტომ რომ ფაქტურად ვაკუუმში ვიყავი, ანუ მეორე ადამიანს არ ვიცნობდი საკუთარ. შენ კარიერაც ხო ეგრე დაიწყო მარტოობაში. და მინდოდა, ანუ იმხედი ხალხის მოძიება, ვინც აკეთებდა ამას, ვინც იყო თუნდაც დაინტერესებული ამით და წლების მერე მე გადავდგი პირველი ნაბიჯი, მახსოვს, ჯეოლობს დავუკავშირდი და ასევე ჯიტას. რომ აი ამ თემაზე მინდა მეთქი ვისაუბრო და იქნებ დამეხმაროთ ღია შეხვედრა დავაორგანიზოთ. დავაორგანიზეთ ორივეგან, პირველი ღია შეხვედრები საქართველოში ტესტირებაზე. ძალიან დამეხმარა ჯიპაც, ძალიან დამეხმარა ჯიტაც ძალიან დამეხმარა და ჯიპაც ძალიან დამეხმარა. ორივეგან მივედი, კი ბატონო. და მოვიდნენ, სხვადასხვა ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა ამას, როდესაც დაიპოსტა რომ ტესტირებაზე ხდება ღია შეხვედრა და ძალიან დიდი იმედი მომეცა ამდენი ხალხი რომ დავინახე პროგრამისტები და პროექტ მენეჯერები და არც ერთი რომლებიც ითავსებდნენ დიდი ალბათობით ამ ფუნქციას. და რომლებსაც ასევე აინტერესებდათ როგორ გატესტონ თავიანთი შექმნილი პროდუქტი. და არც ერთი ტესტერი არ იყო ამ შეხვედრაზე. სამწუხაროდ და ისევ დავჭი, ესე ვთქვათ, მარტო. თუმცა შემდეგ მე საუბარი მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ჩვენს მანანა ხაჩიძესთან, თესეუს თავუბრუნდები, ჩვენს ვისანაც დავამთავრე მე უნივერსიტეტი, ხელმძღვანელია მიმართულების, ინფორმატიკის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი მანანა ხაჩიძე, ვისი რეკომენდაციითაც ზოგადად მე IT სფეროში დავსაქმდი და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ,
ნაბიჯი იყო და დახმარება ეს ჩემს ცხოვრებაში, როდესაც პროფესორი შეგარჩევს და ამდენი სტუდენტისგან შენ გაგიწევს რეკომენდაციას, აი და ერთგვარი რაღაცა პასუხისგებლობაც, რომელიც შენ რაღაცა ერთგვარ ტვირთადაც პასუხისგებლობაც და იმის ფუფუნებაც, რომ პირდაპირ IT კომპანიაში დავსაქმდი და თან იმ დროს. ეს იყო ძალიან დიდი ფუფუნება. სადაც მე უკვე სკრამი და რაღაცეები იცოდნენ. და მივხვდით მე და ქალბატონმა მანანამ, რომ ეს ჩემი ცოდნა, ეს უკვე წლების ცოდნაზე არის პრაქტიკულ გამოცდილებაზე, უფრო პრაქტიკულ გამოცდილებაზეა საუბარი, დაახლოებით 5-6 წლის პრაქტიკული გამოცდილება მქონდა მე და ქალბატონი მანანა, რომ შევხვდით ერთმანეთს და ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ ლელა, ეს პროფესია, ეს შენი პრაქტიკული ცოდნა უნდა მოიტანო უნივერსიტეტში. და მოდი შექმენი პირველი სილაბუსი საქართველოში, რომელიც იქნება ტესტირებაზე და ვიყოთ ჩვენ. ანუ მაღლივის კერაში მოხდა შენი პირველი განმანათლებლური საქმიანობა. შევქმენი სილაბუსი, ძალიან დიდხანს მუშაობდით მე და ქალბატონი მანანა ამაზე და ძალიან წარმატებით ჩატარდა ეს კურსები. თვითონ სტუდენტებსაც ისე მოსწონდათ, ერთ სემესტრიანი კურსი იყო, არჩევითი საგანი იყო თავიდან, არჩევითი საგანი. ძალიან მოსწონდათ სტუდენტებს და არა მხოლოდ მოსწონდათ, ძალიან ბევრი დასაქმდა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი. და შემდეგ უკვე მე თვითონაც დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს ცოდნა მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებში არ უნდა ადარჩენილიყო და სხვა ადამიანებსაც, ვინც არ არის IT-ში, ვინც სრულიად სხვა პროფესიაშია, ვინც ეხლა ეძებს თავის თავს, რომ მათ რატო არ უნდა შეეძლოთ იგივე პროფესიის მიღება. და სწორედ აი ამ დროს უკვე TSU-დან და ჯიპაშიც ვატარებდი მაგ დროს ლექციებს, ჯიპამაც მიმიწვია, ისიც დაინტერესდა და ანუ TSU-ს უთავსებდი, ასე ვთქვათ, ჯერ პრაქტიკოსი იყავი და პლუს ხო. ჯერ ანუ 5-6 წლის პრაქტიკა მქონდა, როდესაც გავბედე, რომ შეგეთავსებინა სწავლება. კურსით შემეთავსებინა კი და თან TSU-ც მენდო ამაში, ჯიპაც მენდო ამაში და სხვა გზა ესე ვთქვათ არ მქონდა. თან მეც მაინტერესებდა, მინდოდა გამეზიარებინა ეს ცოდნა. და შემდეგ მოკლედ უნივერსიტეტის აუდიტორიიდან გადმოვიტანე უკვე ღია საზოგადოებას ნებისმიერ მსურველს დღეს შეუძლია შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და IT სფერო ჩემთან ნულიდან. ხო, და აი აქ შემოდის შენ მე როგორც ვიცი, არა მხოლოდ შენ საავტორო კურსებს თავაზობ მონდომებულ ხალხს, არამედ ISTQB-ის საერთაშორისო სერტიფიცირების დადასტურებულ სერტიფიკატებით დადასტურებულ ცოდნასაც თავაზობ, რომ გაიაროთ ეს გზა და მაგას კიდე ჩაუღრმავდებით ბოლოსკენ, მაგრამ ესე არის, ხო, მე სწორად ვიცი? ესე არის ნამდვილად, მე თვითონ მაქვს არაერთი სერტიფიკატი, ISTQB-ის, ანუ საერთაშორისო დონის სერტიფიკატი, მათ შორის შენი საყვარელი სერტიფიკატიც მაქვს, Agile Tester-ის. ანუ Agile-ს გაჭახუნდა იქ, ხო? Agile-იც იყო, კი, Agile Tester-ის სერტიფიკატიც მაქვს და რა თქმა უნდა, ეს კურსები სრულად ეფუძნება ISTQB-ის, ანუ სტანდარტზე დაფუძნებული კურსია, თეორიული ნაწილი. რა თქმა უნდა, მხოლოდ თეორიული ცოდნის სტუდენტი ვერ დასაქმდება. 40% მაქვს თეორია კურსზე, 60% მაქვს პრაქტიკა. ის 40% თეორია ISTQB-ზე არის სრულად დაფუძნებული. რაღაცა სტრუქტურიზებული, აპრობირებული და ასე შემდეგ. კი ბატონო, ის 60% უკვე ჩემი 15 წლიანი გამოცდილება ტესტირებაში. არასდროს არ შემიცვლია პროფესია. ანუ რაც შემოვედი ტესტირებაში, დავრჩი ბოლომდე ტესტირებაში და ეგრე ვაპირებ გაგრძელებას და შენც იცი, რამდენი შემოთავაზება იქნებოდა სხვადასხვა კომპანიებიდან, რომ მოდი დაგაწინაურებთ და გადაგიყვანთ პროექტ მენეჯერად, მოდი დაგაწინაურებთ და გახდები product owner. ჩემთვის არ არის დაწინაურება სხვა პოზიციაზე გადასვლა. აი იმ შენთვის საყვარელ სფეროში ძალიან საინტერესოა მაინც რა არის ამ ტესტირებაში ის შენთვის გამორჩეული და საყვარელი ნაწილი, სადაც შენი პიროვნების და თვისებების მეპინგი კარგად ხდება უშუალოდ ამ საქმის სპეციფიკასთან, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიური საქმეა და მე მგონია რომ დიდწილად უნარები არა მხოლოდ ცოდნა ეს ISTQB-ის გაწერილი ან თუნდაც რაღაცა მიღებული გამოცდილება, რომელ გამოცდილებასაც ჩვენ შეცდომებზე სწავლას ვეძახით, ხო? არის რაღაცა პიროვნული თვისებები და რა არის ეს თვისებები, რომელიც შენ გარჩევინებს ამ პროფესიას და უფრო აი აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნება, რომ
თვითონ დღეს ვისაც ეფიქრება დიახ. და შეიძლება მოგიკაკუნოს შენს დახმარებისთვის, ხო, კარზე, რა თვისებები უნდა იპოვოს თავის თავში, ან განავითაროს, რომ ნამდვილად ეს დაწინაურებად კი არა ღიქვას ჩინმენდლები რა, რაღაცა პროექტები და პროდუქტები და ასე შემდეგ. არამედ გულით უყვარდეს და მოთმინებით, მე მგონი რომ ძალიან დიდი მოთმინება ჭირდება ამ საქმეს, ენთუზიაზმი არ დაკარგოს რეალურად იმ გზაზე, სადაც იტერაციები გიწევს ტესტირების პროცესში, ხო? ჩემთვის მთავარი მამოტივირებელი ძალა ალბათ, როდესაც ვტესტავ პროგრამულ პროდუქტს, პირველი ის მარია, რომ შენ ხარ პირველი ადამიანი, პირველი რეალური ადამიანი, ვინც ამ პროგრამულ პროდუქტს შეეხო. ანუ ეხლა შექმნა დეველოპერმა, აქამდე ეს პროდუქტი არ არსებობდა და შენ ხარ პირველი, ვინც ამას იყენებ. ანუ ბებია ქალი. ხო, დაბადებული. პატარა ბავშვი გიჭირავს ხელში, მართლა პატარა ბავშვია, რომ ხან რა ეშლება და უნდა გამოზარდო და დააყენო ფეხზე. და როდესაც ზრდი, აი ამ პროგრამულ პროდუქტს, ანუ მის ხარისხს როდესაც აკვირდები, შენ ყოველთვის ფიქრობ არა მხოლოდ შენი გადმოსახედიდან, არამედ ამას რამდენი განსხვავებული მომხმარებელი გამოიყენებს. ანუ იქ შეიძლება იყოს ბავშვიც, სკოლის მოსწავლეც, იქ ექიმაც გამოიყენოს, იქ ტექნიკური ტიპით შეიძლება იყოს. ანუ პროგრამულ პროდუქტს ტესტავ და ამოწმებ სხვადასხვა მომხმარებლის კუთხიდან და ეს არის დაუსრულებელი ეტაპია. შენს პროგრამულ პროდუქტს მილიონობით მომხმარებელი ყავს, ანუ მილიონი განსხვავებული ხედვის და აზროვნების მომხმარებელი იყენებს და მან როგორ შეიძლება რომ მოიწყინო. და ანუ აი ეს შემოქმედებითი ნაწილი, რომელიც ეს შეხედვით მე ვერ ვხედავ და ვერ ვხედავდი ხა შენ მეხმარები რომ ეს დავინახო, რომ ეს არ არის რაღაცა რუტინა, განსაკუთრებით ძველ დროში მანუალური ტესტირების, რომ აგერ ჩამოწერე кейსები და მიყევი ამას და ასჯერ გატესტე და ასე შემდეგ. ანუ შენ ეხლა ამბობ, რომ აი ეს ლინზები და პერსპექტივები სხვადასხვა იუზერის სულში ჩასახლება და იმ პერსპექტივიდან გამოსვლა არის რამდენად მარტივი, მოსახერხებელი, კარგად აღსაქმელი იქნება ეს შენი საბოლოო მომხმარებლისთვის და რომ მეგონა თავი, რომ უკვე კარგი ტესტერი ვარ და მე კარგად ვთვლი საბოლოო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს, სწორედ მაგ დროს შემოვიდა პანდემია, ცოტა გადახვევა მინდა გავაკეთო და დედაჩემი, რომელიც არის მათემატიკოსი და ეს მასწავლებლებს მოუწიათ სახლიდან მუშაობა, Zoom-ი იყო, Teams-ი იყო თუ ასე შემდეგ. რომ ვაკვირდებოდი. დედაჩემი ხა პირველად შეეხო მაშინ კომპიუტერს, როგორც ყველა პედაგოგი ალბათ 70 წლის პედაგოგებზე მაქვს საუბარი. პირველად რომ შეეხო დედაჩემი ციფრულ სამყაროს და პროგრამულ პროდუქტებს, ეხა ვაკვირდები, როგორ ავუხსენი ბევრჯერ, ეხა მაინტერესებს, როგორ გააკეთებს ამას. და პირობითად, როგორ შედის დედაჩემი დღემდე YouTube-ზე. ჯერ გახსნის Google-ს, Google-ში ბოლომდე ჩაწერს youtube.com-ს, მერე enter-ი და მერე შედის. მე მგონი ამას ვერც ერთი YouTube-ის ტესტერი ვერ მოიფიქრებს. რომ შეიძლება ცოცხალ სულიერ არსებას ადამიანი YouTube-ზე თუ უნდა შემოსვლა, ჯერ რომ Google-ში შედის. და იქიდან რო გადმოდის. ანუ დამანახა დედაჩემა და მისმა მეგობრებმა, რომ რაც არ უნდა კარგი ტესტერი იყოს, შენი საბოლოო მომხმარებელი ისეთ საოცრებებს აკეთებს, რასაც ვერასდროს ვერ გათვლი და ეს სფერო არის ამოუწურავი. ანუ შენ ისწავლე, დახვიდე ჩვილი ბავშვის დონეზეც კი და შეხედო სამყაროს იმ პროდუქტს თუ სერვისს ამ თვალით. კი, პატარა ბავშვიდან დაწყებული, რა ვიცი, ელონ მასკის ჩათვლით, ელონ მასკმაც შეიძლება შენი პროგრამული პროდუქტი გამოიყენოს. რატომაც არა? ხო? ყველა შეიძლება იყოს შენი საბოლოო მომხმარებელი და სწორედ ეგ არის მან დამოუწურავი, რომ შენ кейსები ახსენე, ხო? кейსებს დაწერ, მაგრამ მრავალფეროვანი უნდა იყოს ეს, ანუ ყველა მომხმარებელი უნდა ქონდეს მაქსიმალურად გათვალისწინებული, ვინ როგორ როდის მოიქცევა. ეგ არის ყველაზე რთული ტესტირებაში. ხო და ის სხვადასხვა ჩემს პირად გამოცდილებაში, აი ძალიან ხშირად დავკვირვები ვარ, რომ აი ტესტერის სიტყვა არ მიყვარს სიმართლე რომ გითხრა, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ავიწროებს იმ როლსა და დამოკიდებულებას, რაც უნდა კონდეს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს, იმიტომ რომ მე ამ როლს აღვიქვავ როგორც მენეჯერს, რომელიც უყურებს
დაწყებული აი მომხმარებელი და თანაც მრავალფეროვანი პერსპექტივით და დამთავრებული აი ის რომ დაიბადება და იმას პირველად ხელში რომ დაიჭერ, ხო? და აი აქ მგონია რომ ძალიან ხშირად უდგებიან შემსრულებლის თვალით და შემსრულებლის როლით, რომ кейსები რაც შენახსენე, ანუ ჩამოწერე და ამას გაყევი რუტინულად და მერე კიდევ ერთხელ გაყევი, ბაგი დაუფიქსირე დეველოპერს და ასე შემდეგ. ის რასაც ახლა შენ ყვები არის აბსოლუტურად განსხვავებული მაინდსეტი, რომელიც აი უკვე მე მესმინება როგორც agile მიდგომა. იმიტომ რომ ეს არის აი კოლაბორაციული მიდგომა და მომხმარებელზე ღირებულებაზე, ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული მიდგომა და თან შენ რაც ახსენე რომ აი ეს პირველად რო ხელში დავიჭერო სანამ სამყარო იხილავს, ანუ ჩემთვის ეს ისმინება როგორც სიახლის არშიში. ანუ რეალურად შენ რო ის ხელში იჭერ პირველი, მე მაგალითად აი ცოდვა გამხელილი ჯობია პირადად, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს agile სამყაროში და ცვლილებები და მათთან ადაპტაცია, აი პიროვნულად ძალიან მიჭირს და რაღაცა გადალახვა მიწევს ხოლმე, რომ რაღაცა სიახლეს შევეჭიდო და გავტესტო. აი ლამის დედა შენი როგორც მიდის YouTube-ზე. სველი გზა გირჩევია. ახლობი ძველი. მაგრამ იქ სახაზავი მიჭირავს ხოლმე ხელში და ჩემ თავს ასე ვთქვათ, ვაფხიზლებ, რომ ალბათ რაღაცებმა იმოქმედეს იმაზე, რომ ეს შიში მაინც მაქვს რა და. აი რა შეცდომებს უშვებენ ტესტერები შენს გამოცდილებაში ძალიან ხშირად, აი quality assurance ხო QA-ები. განსაკუთრებით აი შენი მრავალწლიანი გამოცდილებით, სადაც ხელმძღვანელიც ყოფილ ხარ, თვითონ QA-ც ყოფილ ხარ, რა შეცდომები და ანტიპატერნები გინახავს, რასაც ვთქვათ, აქედანვე იტყოდი, რომ აი მეგობრებო, შეიძლება გქონდეთ ამის მიმართ ცდუნება. მაგრამ აქ მე გეტყვით, რომ ამ ცდუნების ხრამში ნუ გადახვალთ რა. კი, აი შიში რაც შენახსენე, ეს ყველა ადამიანს გვაქვს სიახლის შიში, ყველა ადამიანში არის ეგ ბუნებრივია. ყველას გვაქვს. და სწორედ ეგ არის ალბათ ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა. განსაკუთრებით დამწყები ტესტერი, როდესაც ხარ გერიდება და გეშინია დასვა შეკითხვები. არადა ტესტერმა თუ არ დასვა შეკითხვები, ხო? უბრალოდ ამოცანაში წერია, რომ ეს ესე უნდა იყოს. ეგ არ არის ტესტერისთვის საკმარისი. რატომ უნდა იყოს ეს? აი ეგ უნდა ესმოდეს და ეგ უნდა აინტერესებდეს. რატომ ესე და რატომ არა ისე? ან პატარა ბავშვი ცნობის მოყვარა. რატომ? მეც მერიდებოდა ამ შეკითხვების დასმა, უბრალოდ ზოგჯერ ვერც ხვდებოდი, რომ შეკითხვა უნდა დამესვა. არადა უკვე წლების გამოცდილებაც მქონდა ტესტირებაში და როდის მივხვდი, რომ შეკითხვები უნდა დავსვა და კარგია უნდა დავსვა და პირველ რიგში ეს მე მეხმარება, შემდეგ ჩვენს პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვქმნით და შემდეგ საბოლოო მომხმარებელია კმაყოფილი. საბოლოო მომხმარებელი თუ კმაყოფილია, კომპანიაც ძალიან კმაყოფილია და კარგი იმიჯი აქვს. და უკვე ვადებზე და იმაზე არ არის იმხელა ფუშინგი, ხო? დიახ, ანუ ეს კითხვები, ოღონდ მე ეს უნდა ისწავლო ალბათ, მე ძალიან გამიმართლა, მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც პროგრამისტები, დეველოპერები სვავდნენ კითხვებს, როდესაც ბიზნეს ანალიტიკოსმა და პროდუქტ ოუნერმა დაწერეს ამოცანა. და იყო აი ამის განხილვა. ანუ refinements რასაც refinements ვიყავით კი ბატონო და დაიწყო ამის განხილვა. იქ მე კითხვები არ დამებადა, მე მახსოვს ეს მომენტი, რომ მოცემულობად მივიღე, ესე უნდა იყოს, გასაგებია ყველაფერი, კი ბატონო, გააკეთებენ, გავტესტავ. მაგრამ აი ამ ბიჭებმა დასვეს ძალიან საინტერესო კითხვები. აი ეს რომ მოხდეს, აი ის რომ მოხდეს და მე მივხვდი, რომ აი თურმე ამ ყუთის გარეთ უნდა იაზროვნო, ეგ ნუ საოცარ ბიჭებზე აქვს საუბარი უდიდესი გამოცდილებით. უნდა მივხვდი, რომ უნდა იაზროვნო ამ ჩარჩოს გარეთ და ამ შეკითხვების დასმა, ესე იგი, არ არის სირცხვილი, იმიტომ რომ ესეთი პროფესიონალი თუ კითხულობს, ამან თუ რაღაცა ვერ გაიგო, ესე იგი, მეც რო ვიკითხო, შეიძლება. და ყველას მაგას ვეუბნები, რომ შეკითხვის დასმა, როდესაც რაღაცა არის, მე პირდაპირ ვამბობ, ეს არ ვიცი და ამიხსენით. მაგრამ აქამდე რომ მიხვიდე გჭირდება გამბედაობა. ეხლა მე თამამად ვამბობ, რაც არ ვიცი. იმიტომ რომ ბევრი რაღაც ვიცი, ბევრი რაღაც არ ვიცი, მაგრამ როდესაც დამწყები ხარ, ცოტა გერიდება. და ჩემ სტუდენტებს ყოველთვის მაგას ვასწავლი, რომ დასვით შეკითხვები. სწორედ ამიტომ, ჩემი სალექციო კურსის ფარგლებში მოწვეული მყავს არაერთი პროფესიონალი, product owner-იც, ანალიტიკოსიც, scrum master-იც, UI UX დიზაინერიც, რომ მეტი სანაცნობო წრე ყავდეთ პირველ რიგში. თან ნახონ სად იკვეთება ტესტერი და scrum-ი, product owner-ი და scrum-ი, UI UX-ი და scrum-ი
რამე. და ესენი იმიტომ მყავს მოწვეული, რომ სტუდენტებმა დასვან შეკითხვები. მაინცერიდებათ, ხო გაფრთხილებული მყავს წინასწარ, რომ შეკითხვები დასვით. არა, როგორც კი მე ლექციაზე გავბედავ და დავსვავ პირველ შეკითხვას Scrum Master-თან. აი, შენ იმ ბიჭის როლში გადახვალ, რომელიც ძალიან მწოდნე იყო და მაინც რაღაცა არის. როგორც კი ლელა მასწავლებელი შეკითხვას დასვავს, ლელას არ ცოდნია რაღაც და ლელა მიკითხა. აი, მარი, არიცი მე ლექციაზე რა ხდება. ხო, ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომ არ მოგვერიდოს ის თუ რამე არ ვიცით, დავსვათ შეკითხვები, იმიტომ რომ შეკითხვების დასმა და პროდუქტის სიღრმისეულად გაანალიზება მარტო ჩვენთვის არ გვჭირდება. გვჭირდება გუნდისთვის, პროდუქტის ხარისხისთვის და საბოლოო მომხმარებლისთვის. აი ეხლა პატარა შეჯამებას გავაკეთებ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაინც ვერ ბედავენ რა. შეკითხვის დასმას. ანუ, ჩემთვის ეს როგორ ჯამდება, იცი? აი თუ შენ ხარ პროფესიონალი, ძალიან მაგარი პროფესიონალი. უნდა მოელოდო, რომ გუნდში სხვა შედარებით ახალბედა წევრები, მორიდებულები იქნებიან რეფაინმენტის შეხვედრაზე და ის ფორმულა, რაც შენ უკვე თვითონ გამოსცადე, რომ სწორედ შენ იყავი ის ადამიანი, არა პატივმოყვარე, ეგოცენტრული ადამიანი, რომელიც დაშვებას გააკეთებს, რომ მე ყველაფერი ვიცი, არამედ პირიქით შენ მისცემ აი ამ ყინულის გადნობას, საშუალებას და თავად დასავკითხვას, ამით მისცემ გზას შენ თანაგუნდელებს, ვისთვისაც შენ ავტორიტეტი ხარ, რომ თვითონაც ანუ ეს შეიძლება რაღაცა ჩაიწეროს, რაღაც take away-ს, რაღაც lessons, იმიტომ რომ როგორც ხვდები, ეს შენმა გამოცდილებამ აჩვენა ემპირიულად, აი დამტკიცდა. ხო, ის კი არა დაშვება კი არა და გონია კი არა. იქ Android-ის და iOS-ის ესეთმა გამოცდილმა დეველოპერებმა რომ შეკითხვა დასვეს ბიჭებმა, რომლებმაც Space ციფრული ბანკი 6 თვეში დაწერეს. ხო. საოცარი ნამუშევარი იყო, იქ გასატესტით დიდად არაფერი მქონდა, ანუ საოცრებებს აკეთებდნენ ეს ბიჭები, ზურაბ კუბლაშვილი და გიორგი იაშვილი, ვისაც გექნებათ მათთან მუშაობის საქართველოში არიან? საქართველოში არიან. მუშაობის ფუფუნება ამ ორ ბიჭთან ვისაც ეკნება, მე არ ვიცი, ანუ გასატესტის არაფერი არ არის და ისწავლიან ძალიან ბევრს ამ ორი ადამიანისგან. სწორად შეკითხვების დასმას. ანუ იქ პროფესიონალიზმი არა მხოლოდ კოდის ცოდნაში, არამედ უკვე აი მიდგომაში. მომხმარებლისკენ მიდიან. ხო, აი ამ agile აზროვნებაში იყო. აი, ეხლა რახან ჩვენ მივედით უკვე ჩვენ ბირთვთან, ასე ვთქვათ, რადგან ხო agile, იმიტომ რომ ძალიან მჯერა ამის და ვუძღვნი ჩემ კარიერას და საქმიანობას, არა მხოლოდ პრაქტიკულ საქმიანობას, არამედ აი ეს საგანმანათლებლო, ეს პოდკასტიც საგანმანათლებლო რესურსი არის რეალურად და მე ძალიან მიხარია, რომ შენაირი პროფესიონალები მოდიან და რეალური ბიზნეს кейსები იწერება, პროდუქტი და პროექტი როგორ შეიძლება ვმართოთ და აქ ჩავაქსოვოთ agile აზროვნება და რაღაცაში მოგვეხმაროს, ხო? კაი, ეხლა იცი რა მითხარი შენ? ესეთი რაღაცა მაინტერესებს. შეცდომებზე ვილაპარაკეთ. და შენ ახსენე, რომ აი ეს კოლაბორაცია QA-ის, product owner-თან და Scrum Master-თანაც ხდება. შენი გამოცდილებით კარგი ტანდემი. აი QA-ისთვის რა უნდა იყოს ის წამახალისებელი და დამხმარე ძალები, რაც მას product owner-თან და Scrum Master-თან ნაყოფიერ და რაღაც ეფექტიან კოლაბორაციას შეუქმნის. თვითონ product owner-იც ტესტერთან თანამშრომლობის პროცესთან უნდა იყოს ღია. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ტესტერი არის ის ადამიანი, ვინც პირველად ეხება პროგრამულ პროდუქტს. მე ბებიაქალი დავარქვი უკვე ჩემთვის. მისი ყოველი ხედვა, მისი ყოველი ემოცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იგივე ემოცია იქნება საბოლოო მომხმარებელსაც. ამიტომ ტესტერი ადრეულ ეტაპზევე უნდა იყოს ჩართული product owner-თან თანამშრომლობაში აქ და business ანალიტიკოსთან აქ რა იგულისხმება, რომ როგორც კი ისინი უკვე ქმნიან მონახას ახალი ფუნქციონალის დავალებას, გინდ ტექნიკურ დავალებას, გინდ ბიზნეს დავალებას, ძალიან ღირებული იქნება მათთვისაც და ტესტერისთვისაც, თუ ერთად მოხდება ამ ყველაფრის გარჩევა და გაანალიზება. იმიტომ რომ ტესტერი იქ დასვავს ძალიან საინტერესო შეკითხვებს, რაც ბუნებრივია, რომ ყველაფერი ამოცანაში ვერ იქნება გაწერილი. მაგაზე ვთანხმდებით, ხო? ისეთ შეკითხვებს დასვავს ტესტერი, რაც თვითონ product owner-საც ესი ამოვნება, რომ
შეიძლება თვითონაც არ კონდეს ნაფიქრი, არ იმიტომ რომ ექნება ტესტერი თავიდანვე ნაფიქრი. განიხილავს, რომ რა იმ თქმა ბევრი უნდა. ლინზიდან უნდა კი, შეხედოს, ხო? აი, ერთი კონკრეტული кейსი გამახსენდა, ერთ-ერთ კომპანიაში product owner-მა დაწერა ძალიან კარგად იყო დაწერილი ამოცანა პოსტის გამოქვეყნება. სოციალური ქსელი იყო და როგორ უნდა გამოქვეყნეს პოსტი, რა ლოგიკები უნდა ქონდეს. და იქ დავსვი ესეთი კითხვა, რომ ვთქვათ, ავკრიფე LinkedIn-ზე მაგალითად, ბიზნეს სოციალური ქსელია და ავკრიფე ჩემი პოსტი. LinkedIn-ზე როდესაც ვპოსტავთ, ძალიან ყურადღებით ვპოსტავთ, ხო? იმიტომ რომ პროფესიონალური, ესე ვთქვათ, სოცქსელია. თუნდაც რომელი ფოტო მივამაგრო, თუნდაც როგორ დავწერო ეს ყველაფერი და ამ დროს შემთხვევით, რომ ბექხილაკზე დამეჭეროს, ან დამირეფრეშდეს გვერდი და ეს მთელი ჩემი ნაშრომი უნდა გაქრეს თუ რა უნდა მოხდეს. თუ პირიქით, ანუ ნახევარ ფაბრიკატი ხო, თუ პირიქით დაიპოსტოს, რა უნდა მოხდეს და შემთხვევაში. სწორედ ეს ვკითხე, რომ აი ბექხილაკზე დაჭერის დროს, დახურვის ხილაკს რო ვაჭერ, ბრაუზერი დამეხურა, დამირეფრეშდა გვერდი, ესე დროს ეს ჩემი ნაშრომი სად მიდის და როგორი კარგი კითხვა არისო და ჩაამატა მოთხოვნებში, რომ თუ თქვათ ბექხილაკს ან დახურვის ხილაკს დავაჭერთ, აუცილებლად გამოვა დამატებითი შეტყობინება, რომ ნამდვილად გსურს ამ პოსტის თქვათ გაუქმება თუ შევინახოთ დრაფტებში. იმიტომ რომ მართლა მე ზოგჯერ LinkedIn-ზე როდესაც პოსტავ იმის უკან ნახევარი საათი 40 წუთით შეიძლება გავატარო, რომ ლამაზად და საინტერესოდ და ყოველთვის გასაგებად დავპოსტო და ძალიან დასანანი იქნება ეს ერთი ბექხილაკის გამო რომ დამეკარგოს მაგალითად, ხო? მე მაგალითად ხშირად მანქანიდან პოსტავ რაღაცა შუქნიშანზე ან რაღაცაზე ვდგავარ და ანუ ყოფილა შემთხვევები, რომ ანუ არ მიმიყვანია რა თქმა უნდა ბოლომდე და აი ეს შენახვა რო არ დაიკარგოს რა თქმა უნდა დრაფტებში ანუ ეს მე მესმინება რომ შენ აი ეს მისია რომელიც ყველაზე მეტად გამოტივირებს მთელ ამ სიტუაციაში QA-ების როლში ხო რომ დაინახო სამყარო იუზერის თვალით არის უდიდესი ემპათია რომელიც შენ გაქვს და შეიძლება სხვადასხვა რეალურ ცხოვრებაში მე პირად რასაც წავწყდა მივარ ხო ანტიპატერნად შემიძლია დავასახელო არის ერთი ის რომ ხშირად QA არ იცნობს ბიზნეს პროცესს, არ იცნობს. შესაბამისად არიდება ინვესტიცია მის ონბორდინგში, ანუ აი მაგალითად ჩემი აზრით product owner-ს კუჩში უნდა დაყვებოდეს ყველა შეხვედრაზე დასაწყისში მაინც და ყველა flows და იმას უნდა იცნობდეს, რომ ეს პროცესი საერთოდ ბიზნეს პროცესი როგორ მუშაობს. ერთი ეგ შემიმჩნევია და შენს ან დამიდასტურე ანუ არ ყავის შენი დაკვირვება რა არის. და მეორე არის რომ აი ეს შემსრულებლური დამოკიდებულება, რომ აი რაც წერია ამოცანაში ისდავ და განსაკუთრებით კიდე თან ბოლო ეტაპზე თან ეს ბოლო ეტაპი როდის როცა უკვე დეველოპერმა და პროდუქტ ოუნერმა უკვე ბევრი იტერაცია გაიარეს იმის მერე რაც უკვე სპრინტი დაიწყო დანერგვის წინადღეებში გაქო და რაც შენ ახლა აღნიშნე აი ჰეპი სცენარზე ანუ ჰეპი სცენარიოზე ეფიქრებათ პროდუქტ ოუნერს განსაკუთრებით და აპარაკობენ იმაზე რომ აი ეს რომ მოხდება მერე ეს მოხდება წინ მიდის ადამიანი ზოგადად ეგრეა და ეს ტესტერი უკანაც მოდის თვალი დებილს ადვოკატი რომელიც რეალურად ამბობს რომ და მაშინ და ამ შემთხვევაში და ეს რო არ გამოვიდეს და ის რო გაფუძნეს შუქი რო ჩაქრეს ისე ჩვენ ეს 90-იანი წლების ეგეც ტრამბულად გვეხმარება ალბათ ნეტა ჯენ ზიში და ჯენ ალფაში თუ შეიმჩნევა unhappy სცენარიოებზე შეიძლება არც ეფიქრებოდეს შუქის გამორთვას ანუ შენც გაქვს ეს დაკვირვება ესე იგი კი მე ხარ რა გამახსენდა ამას რო საუბრობდი მარია რომ ერთადერთი კომპანია ჩემს კარიერაში იყო Space-ი როდესაც მე რო ამიყვანა Space-მა, ჯერ დეველოპერები აყვანილი არ იყო ყველა. ცოტა კი გამიკვირდა, რომ ყველა დეველოპერი ჯერ არ არის, სულ ეხლახანს დაიწყო ჯერ მარტო ამოცანა და ცოტა დიზაინი და ძალიან ცოტა ფუნქციონალია. ნეტა რატო ამიყვანეს? ნეტა რა უნდათ ჩემგან? ხო? და მივხვდი, რომ იმის ფუფუნება, ანუ Space ქონდა ამბიცია, რომ ძალიან სწრაფად შეექმნა ხარისხიანი პროდუქტი, პირველი ყოფილიყო ბაზარზე და იქ ბევრი ჩელენჯები ქონდა. და Space ქონდა გააზრებული ის, რომ ტესტერისთვის მიეცა ის დრო და ის ფუფუნება, რომ ტესტერი დროულად გაცნობილიყო ამოცანის მიხედვით შეექმნა кейსები, გაცნობოდა დიზაინერის დახატულ დიზაინს და გაეანალიზებინა დაესვა კითხვები, ანუ ძალიან ბევრ კომპანიაში არ ხდება ეს. არ ხდება ეს. ძალიან ბრენდულ კომპანიებშიც მიმუშავია, ანუ გლობალურშიც და არ ყოფილა ეს მაინდსეტი. ბოლოში ყავთ ხოლმე აყვანილი და Space-მა ეს პირიქით დაიწყო. ანუ როგორც კი dev team-ის ჩამოყალიბება Space-მა დაიწყო,
ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი და ჩემს შემდეგ აიყვანეს Android-ის დეველოპერი. აი ეს როგორი ანუ შენ თანა product owner-ის როლში შეხვედი ფაქტობრივად. ანუ ნულიდან ვიყავი პროცესების აწყობაში და სწორედ ამიტომ ძალიან მარტივად იტესტებოდა და საინტერესოდ ეს ყველაფერი, რომ ზუსტად ვიცოდი რისთვის და ვისთვის და რა მიზნისთვის იქნებოდა. შესული იყავი კონტექსტში, გაჩენილი გქონდა გულწრფელი გულშემატკივრობა, ემპათია, გაჩენილი გქონდა ის ლინზები სხვადასხვა იუზერის თვალით, რომ დაგენახა სამყარო და როდესაც რაღაცა გიყვარს ზრუნავ გულშემატკივრობ და ownership-ის განცდა კი განჰეპი სცენარიებზეც გეფიქრება როგორც დედას და აი ავტობუსში რო ჩაჯდება იქ რო რაღაცა და ისა ანუ ხوارჯობია რომ უფროსი გავაყოლოთ და ასე შემდეგ ხო ანუ ეს აი ავტობუსზე გამახსენდა ერთხელ ავედი ავტობუსში და მომხმარებელმა Space-ი გახსნა და შენ ამით ტელეფონში და აი ესე ვიდექი და ეს იმ დროს ხო რაღაცა ვენდინგ მანქანებში რო ბარათები და რაღაცები მეთქი რას დააჭერს ახლა რას ისავს ესე უყურებთ გავგიჟდა ალბათ ის ადამიანი ანუ შენს ცხოვრებას სულსა და გულს გავგიჟდი ეს რომ დავინახე რომ მომხმარებელი იყენებდა აი როგორი აშიტირებული რა მინდა და მეკარნახა რომ აქ დავაჭიროთ რომელსაც ბაგაჟი შენთან ქონდა ნასიარულები ანუ ბაგა და ბაღი შენთან ქონდა გამო მეთქი ნეტა რას ეძებს ახლა ავუხსნით მე დავუჭერ მე დავუკლიკავ ძალიან გითხრა რომ მეც თანა Space-ელი ვარ გარკვეული კუთხით, იმიტომ რომ Space-ი უზბეკეთში განვითარდა და იქ agile პროცესების დანერგვა დაიწყო TBC-დან მაშინ მივევლინე ჩემს კოლეგასთან ერთად და მე მგონია რომ აი ეგ mindset-ი ძალიან ეხმარება დღეს რომ ძალიან მაგარ შედეგებს დებს Space-ი გლობალურად. კი ბატონო. და კიდე გაფართოების პერსპექტივებით რა. ძალიან მაგარია. მიხარია. აი, ეხლა მე იცი ჩვენ agile-ის თემაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მე მგონია, რომ agile დღეს AI-ის გარეშე არ არსებობს რა. ანუ ძალიან ტანდემში მიდიან, გუშინ ვთხოვე ChatGPT-ს ავყევი ტრენდს, რომელიც ესა კარიკატურა, შენი კარიკატურა. ფოტო, აბა რას ვაკეთებ? ხო, ჩემი კარიკატურა და რაც იცი ჩემს შესახებ რა. გქონდა ვარდისფერით? ხო, ვარდისფერით, ანუ ყველაფერი გადასარევად იცოდა და ანუ რაღაცა ესეთი დეშბორდი ეკრანი კომპიუტერზე ლეპტოპი მიჭირავს ხელში და იქ არის Agile plus AI. დიახ. ანუ მგონია რომ ამის გარეშე არ არსებობს და ეხლა ეს როგორ მოქმედებს დღეს პროფესიაზე, რომელსაც QA-ის პროფესია ქვია, ტესტერის პროფესია ქვია, რა გავლენას ახდენს და უკვე რასაც შენ ხედავ, აქედან გამომდინარე, რამეს უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გვეშინოდეს, როგორ უნდა მოემზადო, იმიტომ რომ შენ ხა იმ სფეროში ხარ, სადაც თაობებს ზრდი. დიახ. ხო, და აი საინტერესო ეს AI-ის ამბავი. AI ყველგან არის. Agile-შიც და ჩვენთანაც, რა თქმა უნდა. მე უფრო ვხედავ, რომ გვასწრაფებს რუტინულ საქმეს გვაშორებს ძალიან კარგად და უფრო მეტ დროს გვიტოვებს იმაზე, რაც არის მთავარი ტესტირებაში. იფიქრე საბოლოო მომხმარებელზე. იმიტომ რომ ნახე, მარია, გინდ ავტომატიზაცია, გინდ AI ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს მანუალურ ტესტირებას, იმიტომ რომ მანუალური ტესტირების დროს არის ყველა ის ემოცია, ყველა ის ბარიერი, რაც ექნება შენ საბოლოო მომხმარებელს. სანამ ჩვენი საბოლოო მომხმარებლები არიან ადამიანები, ჩვენნაირი ადამიანები და არ იქნებიან აგენტები და არ იქნება ისევე AI თუ არ გამოიყენებს, იქამდე განსაკუთრებით მანუალური ტესტირება უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება. AI ძალიან გვეხმარება. ბრწყინვალედ დაგიწერს ერთ წამში ფუნქციონალის აღწერა მიეცი, საუკეთესოდ დაგიწერს ტესტ кейსებს, რასაც ჩვენ მთელი დღე ვანდომებდით, ხო? მაგ ანალიტიკაში მოგეხმარება სტრუქტურიზებაში, გაგიზადებს. სატესტო გეგმას იდეალურად შეგიქმნის, სატესტო გეგმას. დაგიწერს ტესტ кейსებს, დააგენერირებს ტესტ დატას, სატესტო მონაცემებს, რასაც ჩვენ ძალიან დიდი დრო გვეხარჯებოდა ტესტერებს. ანუ დღის შრომები დაიყვანა საათებზე, მაგრამ თუნდაც მის დაწერილ кейსებს ჭირდება ანალიზი, პრიორიტეტებად გება, როდის მერე რა გატესტო, ანუ AI ვერ აიღებს პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებლობას და ტესტერი ამ პასუხისმგებლობას იღებს, ხო? ეს არის ჩვენი მთავარი მისია, რომ ტესტერმა შეამციროს კრიტიკული ბაგების რაოდენობა, დაიყვანოს მინიმუმამდე. ანუ პასუხისმგებლობას იღებს, რომ პროდუქტი არის ხარისხიანი. AI გეხმარება, რომ სწორი მიმართულები წაგიყვანოს, აგაჩქაროს, კარგი ბიძგი მოგცეს, მაგრამ საბოლოო მომხმარებელზე ზრუნვა შენთან რჩება, ეს ადამიანური ემოციები შენს მხარეს არის და პასუხისმგებლობის ნაწილი, რა თქმა უნდა, შენს მხარეს არის. ამიტომ უნდა გვეშინოდეს არა იმის, რომ AI ან ჩაგვანაცვლებს ან რამე
იმის, რომ ჩვენ შეიძლება ჩვენ არ ჩამოვრჩეთ და ჩვენს უნდა განვითარდეთ აი ამ AI-სთან. და ის დღეების შრომა საათებზე დასაყვანად მეტი დრო დამრჩეს მე განვითარებისთვის საფიქრალად პრიორიტეტებისთვის ბიზნესის მხარეს რისკების გაანალიზება და ასე შემდეგ, ხო, უამრავი საქმე აქვს ტესტერს და უამრავი ფუნქცია მოვალეობა და მარტო ის რომ test case-ები დავწერო და ეს ხო არ არის, ხო, ტესტირება. ამ რაშიც გვაჩქარებს, უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა გამოვიყენოთ და მეგობრები ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ თემებზე, ხა ბოლოს ჩემთან ტესტერები ვინც გამოდიან, ლელა რა ხდება, აბა მე ვიკითხები რა ხდება, რომელ AI ხელსაწყოს იყენებს და თითქმის ყველა კომპანიამ უკვე დანერგა AI ხელსაწყოები თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ხო? ზოგი არის რომ კურსორ AI-ს იყენებს ავტომატიზაციაში ძალიან კარგად, ანუ ბრწყინვალედ წერს გაქ შენი კურსის ფარგლებში რაღაცა ეხები, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მინიმალურად, იმიტომ რომ მე კურსზე სტუდენტს უნდა ასწავლო თვითონ როგორ წეროს სწორად. აი, როდესაც უკვე ვასწავლი როგორ იწერება кейსები და ბაგები. ანუ თევზს არ აძლევ, ანკესს აძლევ, რომ მე თევზთან მუშაობა შეძლო. ჯერ არ გამოიყენოთ, მაგრამ კურსის ბოლოს აი ფინალური პროექტი რო გექნება, იქ არ იქნები შეზღუდული და ფინალურ პროექტზე დაიხმარე AI-ც, მაგრამ არა დავალებების პროცესში, ხო? იმიტომ რომ უნდა ესმოდეს როგორც მექანიკას რო ისწავლი, ხო, და ავტომატიკაზე სანამ დაიწყე, რომ გესმოდეს. ხო, უნდა ესმოდეს სტუდენტს ბაგ რეპორტი რატო შედგება ამ კომპონენტებისგან და რომელიმე რო დააკლო, რა მოხდება, ან რო დაამატო, რა მოხდება, ხო? სტრუქტურა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სწორად მუშაობა უნდა ვიცოდეთ და როცა უკვე სწორად მუშაობა გააკეთოს ეს საქმე AI. ანუ დაადელეგირე უკვე ისე, რომ თან გესმოდეს, რას ადელეგირებ და როგორ ადელეგირებ, ხო? ანუ AI ძალიან გვასწრაფებს არა მხოლოდ მანუალ ტესტერებს, არამედ ავტომატიზაციის ინჟინრებსაც და ეს პირიქით მისასალმებელია, მე ესე ვიტყოდი. აი და ანუ აი ეს ახლა მე რა მაწუხებს იცი აი როგორც agile coach scrum masters გუნდში რო შევდივარ ძალიან ხშირად მოხდება სიტუაცია როდესაც ერთ იტერაციაში ერთ სპრინტში გვინდა რომ მოვათავსოთ ხელშესახების შედეგი მივიღოთ ხელშესახების შედეგის მიღება ნიშნავს რომ ის გატესტილიც არის და potentially shippable product increment კი ბატონო აი ეს ინკრიმენტი რომელიც potentially shippable არის და ჯერ მან უნდა გაიაროს ტესტერის ასე ვთქვათ blessing-ი და რაღაცა კურთხევა ხო და მწვანეში კი უნდა აუნთოს ტესტერმა ძალიან ხშირად ვხვდები waterfall-ურ პროცესს, როდესაც აი development-ი რო დასრულდება, მერე ტესტირება და ასე. აი ეს AI-ის შემოსვლა, ეს ავტომატიზაციის ინსტრუმენტები და ასე ეს agile ტესტირებაც. ხო, agile ტესტირებაც და მით უმეტეს ანუ შენ ამბობ, რომ ასერტიფიცირებული ხარ agile და კიდევ უფრო შეიძლება სტრუქტურიზებულად აუხსნათ საზოგადოებას, რომ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან მავნე მემკვიდრეობა, რომელსაც ქვია რომ waterfall-ური პროცესი გქონდეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა scrum event-იც გქონდეს კალენდარში, ჯირაც გქონდეს, ილონჩებოდეს სპრინტი ჯირაში და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხვდებოდეთ, რომ მაინც waterfall. კი ბატონო. თვითონ ეს agile ტესტერის სილაბუსი, რასაც ამბობს, ტერმინი არის მანდ მარია ესეთი ძალიან კარგი, shift left testing. ანუ ტესტირება წაიღე არა მარჯვნივ, როგორც waterfall-ში, ანუ ბოლოს რო პროდუქტი დასრულდა. ანუ ნაკადი რომ მოდის ეს ამოცანები. პროცესის მარცხენა მხარეს, ანუ თავში წაიღე, ხო? თავი რა არის, როდესაც product owner-ი და ან ბიზნეს ანალიტიკოსი გააჩნია კომპანიას, ქმნის ამოცანას. აი უკვე ამოცანის გარჩევა, გაანალიზება, ეგ უკვე shift left ტესტირება, ანუ უკვე იცი შენ ბოლოს რა უნდა გატესტო. დეველოპერმა რომ მოგცა გასატესტად პროდუქტი, მერე კი არ იცი. შედიხარ კონტექსტში, არამედ გამდეხარ კონტექსტში. შენ უკვე იცი, შენ რა გექნება გასატესტი რამოდენიმე დღეში, ხო? რო იცი რა გაქვს გასატესტი, უკვე მომზადებული გაქვს პოზიტიური და ნეგატიური ტესტ кейსები. ხო? სხვადასხვა მომხმარებლის კუთხიდან ყველა кейს მაქსიმალურად ცდილობ გათვალო. ასევე AI-ით მოგეხმარება, რომ ამის სტრუქტურიზება მალე ექნა. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერში დაგეხმარება AI-ით. ეს ერთი რო ადრე უნდა დავიწყოთ ტესტირების. ანუ ნის ანალიზის მომენტშივე, ხო? კი ბატონო, როგორც კი შეიქმნა ამოცანა, უკვე უნდა ჩაერთოს ტესტერი. ანუ sprint planning-ზე ტესტერს ერთ-ერთი მთავარი, ისე ვთქვათ, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ტესტერი ცდილობს გაანალიზოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური кейსები, ხო? ასევე ტესტერი უნდა იყოს აქტიურად ჩართული, ყველა user-ს თორს სჭირდება acceptance criteria, ჩვენ ვიცით, ხო?
ტესტერზე კარგად ვინ მოეხმარება ან product owners ან business analytics აი ამ acceptance criteria-ის ჩამოყალიბებაში, ხო? რას ნიშნავს ჩვენთვის დან? უკვე ამოდენ პროცესში რო გაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორი მარტივია მიღებული პროდუქტის ტესტირება? ხო, ზუსტად იცი შენ რა უნდა გატესტო. ეს ერთი რომ უნდა დავიწყოთ მარცხნივ უნდა წავიღოთ ტესტირების პროცესი. მეორე რომ ავტომატიზაცია ძალიან გვჭირდება. Agile რას ნიშნავს, რომ ფაქტურად შეიძლება ყოველი სპრინტის ბოლოს თუ იქნება სურვილი, უნდა დაინერგოს ეს ახალი ფუნქცია. კი არა და სპრინტის და აი ხო უკვე AI-ი ლამის წუთებშიც, ხო? ამიტომ სპრინტის ბოლოს არ შეიძლება ჩვენ ვამბობდეთ, რომ მე ეხლა მთლიანი სისტემის ტესტირებისთვის, ანუ რეგრესიული ტესტირებისთვის მჭირდება 4 დღე. არა და პროდუქტი დიდია, მართლა გჭირდება 4 დღე, მაგრამ უკვე ანუ მარტო მანუალური ტესტირების პროცესით Agile-ის და AI-ის სამყაროში ვერ იქნებდო. ის 4 დღე არ გაქვს შენ რომ დააჯდე და თავიდან ბოლომდე ყველაფერი ხელით ტესტო, ხო? ამიტომ Agile-ში ძალიან გჭირდება ავტომატიზაციაც. ბოლოს კი არ უნდა იტესტებოდეს პროდუქტი თავიდან ბოლომდე. ანუ უკვე Agile-ს ანუ უკვე კავშირის დროულად მიღების, პროსტრაფად მიღების უკავშირს, ხო? ავტომატიზაციაც, როდესაც გაქვს თანერგილი, შენ დღეში რამოდენიმეჯერ შეგიძლია რეგრესიული ტესტირება გააკეთო და ზუსტად იცოდე, ეხლა რა მუშაობს შენს პროდუქტში და რა არა. თან ავტომატიზაციას რა აქვს კიდევ ძალიან დიდი პლუსი და ძლიერი მხარე. როგორც კი დასრულდა ეს შენი ავტოტესტები, რეპორტი გაქვს მზად. ანუ მანუალ ტესტერთან არ გიწევს მისვლა, ლელა რა მუშაობს, რა არ მუშაობს, აბა მოგვიყევი. გამიზიარე, მასწავლე რა გიწერია. ხო, ან ვეტყვი ამ ცალია დამანებე ჯერ ისევ ტესტავ და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის, რომ ავტომატიზაცია, AI ძალიან მნიშვნელოვანია და Agile-თან ერთად, რა თქმა უნდა. ანუ რეალურად იმ უკავშირის სწრაფად მიღების პროცესს ეხმარება ეს ინსტრუმენტები, რომ მართლა შენ უფრო სწრაფად აღმოაჩინო რა გაქვს შესაძლებელი და ჩაეხუტო ამ ცვლილებას და ანუ ადაპტირდე მასთან და რაღაცა ყოველდღიური ფიდბექი გაქვს. შენი პროდუქტის ხარისხის ყოველდღიური ფიდბექი. ანუ ინვესტიცია ამ მიმართულებით კომპანიის გუნდის, რაც არ უნდა დიდი იყოს, პატარა იყოს, იმისთვის რომ მან შეძლოს ადაპტაცია სწრაფად ცვლილებებთან, უეჭველად მოუწევს. თუ ვამბობთ რომ Agile-ით მუშაობთ, იქ ავტომატიზაციის და AI-ის გარეშე დღეს არაფერი არ გამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არქაულ ხანაში რაღაცა ძალიან გაწელილი პროცესი. ვამბობთ რომ Agile გვაქვს, მაგრამ სპრინტის ბოლოს 4 დღეს რეგრესიულ ტესტირებას ვანდომებთ მანუალურად. ანუ დეველოპმენტი დასრულდა მხოლოდ. კი. და კურთხევა არ არის, ხო? დიახ. კი ბატონო. ლელა, ახლა შენ მომგზაურე მე ტესტერის თვალით გელოდები კურსებზე, მარია. ხო, უნდა მოვიდე უეჭველი. სიმართლე, აი, მართლა გეტყვი, ის როგორც შენ დამანახე მე ახლა ტესტირების სამყარო, რომელიც თურმე ძალიან ადამიანური ყოფილა და მე კიდე ცოტა უფრო იქითკენ ვიხრებოდი, რომ ეს არის ინტროვერტების საქმე, რომელიც რეალურად ანუ რაღაცა თავისთვის ჩაიკეტება და რაღაცას ტესტავს, ანუ სადღაც გულის კუნჭულში, სიღრმეში, მაინც რაღაცა ესეთი წარმოდგენა მქონდა რა. რომ IT-ის ერთ-ერთი პროფესიაა. ხო, და შენ დამანახე, რომ ეს არის ყველაზე კომუნიკაბელური წესით. ყველაზე ესეთი გამომძიებელი და გულშემატკივარი. და გუნდს რო უბიძგებს ყოველთვის რომ ვიფიქროთ საბოლოო მომხმარებელზე, ანუ გუნდს არაჩერებს, ყოველთვის ეუბნება რომ ვიფიქროთ და აი ინტროვერტზე გამახსენდა. მეც ეგეთი წარმოდგენა მქონდა უმეტესად დეველოპერებზე, ხო როგორები არიან, რომ სხედან და ურთულეს საქმეს აკეთებს. კლავიატურას უკაკუნებენ. კი, დეველოპერისიც მესმის, ხო, ანუ ქართულ ენაზე რო დაწერო რაღაც რთული, მაგას ჭირდება დრო და რო გამოეყო სამყაროს. ეხლა Java პროგრამირების ენაზე რო წერ, წარმოიდგინე, ეხლა იმას არცალია, რომ თან შენ გესაუბროს. და უნდათ არ უნდათ უწევთ მაინც თავიან სამყაროში ცხოვრება. მეც ეგეთი წარმომედგინა და ეგეთ დეველოპერებთან მიმუშავია უმეტესწილად მეც. და ერთ-ერთ კომპანიაში დამხვდა დეველოპერი გოგონა, ეკა ჩარეკიშვილი, რომელიც იყო რადიკალურად განსხვავებული. აი მაგალითად რა დამანახა ეს Agile-ური მიდგომა და ეს გუნდურობა ქონდა ძალიან მაღალ დონეზე, ანუ არ უყურებდა საქმეს ისე რომ მე კოდს დავწერ, ჩემს კოდს გავტესტავ და პროდუქტის ხარისხზე მე ლელა მიზრუნოს, არ იყო ეგ. სახში რომ მიდიოდა, პროდუქტსაც ტესტავდა, როგორც საბოლოო მომხმარებელი და მეორე დღეს სამსახურში რომ მოვიდოდა, მეტყოდა ლელა ეს ბაგები ვიპოვე და შენ უკვე ნაპოვნი გააქვს. ანუ
თუ იყო ისეთი ბაგები, რაც რაც არ მქონდა. 4 თვალის პრინციპი შემოქონდა შენთან ერთად. ანუ არა ინტროვერტზე კი არა, ანუ საოცარ ადამიანზე არის აქ საუბარი, რამხელა პასუხისმგებლობა და ქონდა. აქ არ არის თეორიის ცოდნაზე საუბარი, ეს არის ტვინწყობა, აზროვნება, როგორ უდგები საკითხს. გუნდურობა, ბოლომდე ქონდა გააზრებული, რომ რაც უფრო მეტ ხარვეს დააფიქსირებს ლელა სატესტო გარემოზე, მით უფრო კარგია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ დავინერგებით რეალურ გარემოზე საუკეთესო ხარისხით და არ აღიზიანებდა ეს ხარვეზები. პირიქით უნდოდა რაც შეიძლება მეტი ხარვეზი ჩვენ გვეპოვა გუნდის წევრებს. და ზოგადად დეველოპერს შეიძლება რაღაც პიროვნულად მიიღოს, რომ ხარვეზი ვიპოვე, ხარვეზი, მაგრამ ტესტერმაც კარგად უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია, ანუ დეველოპერს სპეციალურად და გამიზნულად არა აქ იქ ხარვეზი, ხო? ანუ ხარვეზი არის უბრალოდ ინფორმაცია, რომ პროგრამულ პროდუქტის აი ამ ფუნქციონალში გვაქვს ხარვეზი. ეს არავის ბრალი არ არის, ანუ პირიქით, კარგია რომ ვიპოვეთ ჩვენ და არა საბოლოო მომხმარებელმა. კი. მაგარია და აი ახლა მე უკვე ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ რა უწყობს ხელს შენი სტუდენტების ძალიან ინტენსიურ დასაქმებას, ხო? მე შენ გაგიცანი LinkedIn-ზე. აი ესე, ხო? რაღაცა და ანუ თვალში სულ მხვდებოდა, რომ აგერ ჩამონათვალისია სტუდენტების, რომელიც დასაქმდა. მეორე პოსტი ჩამონათვალის სტუდენტების, რომელიც დასაქმდა, თან დასაქმდნენ, ანუ რა არის ის? და მე მგონი ჩვენ კი ვისაუბროთ უკვე ამაზე გარკვეულწილად, მაგრამ მაინც რომ შევაჯამოთ რა არის ის ოქროს გასაღები და ის საიდუმლო, რომლითაც შენი სტუდენტები აი ყაპატყუპით რასაც ქვია საქმდებიან რა. ვერ მოვასწარი ამ დილით დაპოსტვა 5 ერთად დასაქმდა. კიდევ ერთი ბეჭი. ერთი ბეჭი ვყავ. ხო, ჯერ ვიტყვი ვინ არიან ჩემი სტუდენტები. ხო, მოდი აქედან თქვა როგორ მოვყვე. მე კი მეპატიჟები, მაგრამ ვარ ანუ აბა eligible. ესე იგი, ვინ არიან ჩემი სტუდენტები? ჩემი სტუდენტები მარი უკვე არიან თავის სფეროში წარმატებას მიღწეული ადამიანები. აი, წარმატებული ბუღალტერი, წარმატებული იურისტი, წარმატებული ფსიქოლოგი, ყველანაირი სტუდენტი მყავს. ხო. უბრალოდ უნდათ IT სფეროში გადმოსვლა, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე უფრო მეტად სტაბილურია, ფუფუნებას გვაძლევს, რომ ონლაინ შეგვიძლია ვიმუშაოთ, არ ვართ შეზღუდული ქვეყნის ფარგლებში და ასე შემდეგ. ანაზღაურებადიც არის, საინტერესოც არის, ხო, ყველაფერთან ერთად და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ უკვე წარმატებული კარიერიდან გადმოვიდნენ აქ. ანუ ამ ადამიანებმა უკვე ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა სწავლა, როგორ უნდა მუშაობა. დამთავრებული აქვს უნივერსიტეტიც, ბაკალავრიატიც, მაგისტრატურაც, რა ვიცი, 5 წელი იურისტია. ბრწყინვალეთ იცის იმან, როგორ უნდა იმეცადინოს და რა თქმა უნდა ის წარმატებით დაასრულებს ამ კურსს, ხო? მეც რა თქმა უნდა მე ამ ეტაპზე არც ერთი სხვა სამსახური არ მაქვს, სრულ დროს 24 საათს და მართლა 24 საათს ვუთმობ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სტუდენტებს. ყველა სტუდენტმა იცის, რომ 24/7-ზე შეუძლიათ მომწერონ, იმიტომ რომ ეს სტუდენტები მყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამერიკა, კანადა, არა ქვეყნიდან მყავს. არა ქართველებიც? ქართველები არიან, იმიტომ რომ მე ქართულ ენაზე ვუძღვები სალექციო კურსებს. კი, ყველა არის ჩემი ქართველი, უბრალოდ ემიგრანტები, წასულები, ხო, რელოკაციით. შესაბამისად ვის როდის აწყობს თან ყველა მუშაობს ამ ახალ პროფესიას იძენენ ჩვენი სტუდენტები 8 საათის შემდეგ უკვე სამსახურის შემდეგ ხო დაღლილები ამიტომ ლექციაზე როდესაც შევდივარ მარტო იმაზე კი არ ვფიქრობ ეს ლექცია როგორ ახსნა არამედ მარტივად უნდა ახსნა ხალისით უნდა ახსნა რომ დაღლილი ადამიანი გისმენს შენ იქ ეკრანის მიღმა და ის უნდა წამოყვეს სრულიად ახალ სფეროში მე ჩემს მაქსიმუმს ვდებ მაქსიმუმ ჯანმრთელობის ჩათვლით ვდებ მაქსიმუმს იმიტომ რომ ყოველთვის მეუბნება ჩემი ხმის ექიმი რომ ლელა დაწყდადი ამდენი ლექციები არ შეიძლება არის პერიოდები რომ ხმას ვკარგავ მთელი თვით პროფესიული დაავადება გევართება პროფესიული დაავადება უკვე ვეღარ მივდივარ გამლანძღავს ის ექიმი მე ხო გითხარი შენ ცოტა ხანი გაჩუმდიო რომ ვერ ჩუმდები ხო ანუ მართლა ჯანმრთელობის ფასად მიჩდება ახალი თაობების გაზრდა ტესტირებაში ჩვენს ქვეყანაში მაგრამ სამაგიეროდ როგორი ტესტერები გვყავს ხო, აი მე იცი ხა პარალელს ვავლებ შენ რო დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით და სითფოთი მოყევი ავტობუსში Space-ის აპლიკაცია რო გახსნა ადამიანმა აი ის გრძნობა შენს გატესტილ შვილს მოკლედ როგორი უკავშირი ქონდა ან საერთოდ რა ხდებოდა იმის თავს და ზუსტად ასევე უდგები
შენ სტუდენტებს ესე მესმინება მე რა. ჩვენთან არ თვისება არის. იგივე არის. მხოლოდ ლექციებით არ მთავრდება, მაგრამ ჩემი და სტუდენტების თანამშრომლობა. ბოლოს მაქვს ფინალური შეხვედრა, რომელიც სიმულაცია არის გასაუბრების და ის არ არის გამოცდა, ის არის რაც რეალურ კომპანიაში გასაუბრება. აი რას ეძებენ დღეს კომპანიები? აი რა კომპანიები სხვათა შორის აი თუნდაც მანუალ ტესტერი ავიღოთ, ხო, ავტომატიზაცია რო ტექნიკურია და პროგრამირება გვჭირდება, ყველა ვიცით. თუნდაც მანუალ ტესტერი რო ავიღოთ, მაგრამ ძალიან ტექნიკური გახდა. უკვე უნდა იცოდეს API-ის სრულყოფილად ტესტირება, API-ის ავტომატიზაციაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მანუალ ტესტერია. მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, SQL ბრძანებების ენის მაღალ დონეზე ცოდნა. DevTools-ის, ანუ HTML-ის, CSS ფრონტენდიც უნდა გატესტოს, ბექენდიც უნდა გატესტოს და ამ ტექნიკურს დამატებული ის ადამიანური თვისებები და მომხმარებელზე ზრუნვა და ფიქრი და კითხვების დასმა და სტანდარტის ცოდნა, რაც აქამდე მოვყევი. ძალიან რთულია დღეს კურსიც გართულდა. თავიდან მე სალექციო კურსი რო დავიწყე, იყო 2 თვიანი. და ეხლა არის 4 თვიანი. ანუ გაორმაგდა. გაორმაგდა, იმიტომ რომ კომპანიებს უფრო და მეტი მოთხოვნები აქვთ. აქვთ ამის და ეს Agile Scrum და ეს ამბები არის ადმე ჩაქსოვილი აუცილებლად მე ერთი სრული ლექცია მაქვს დათმობილი Agile-ზე და მე ვუყვები, რა თქმა უნდა, მე რაც ვიცი იმ სერტიფიკატიდან გამომდინარე, თუნდაც Agile Scrum-ში რა როლები გვაქვს, Scrum Framework-ი რა არის, რა ღონისძიებები გვაქვს, Kanban-საც ვეხები, იმიტომ რომ Kanban-ზეც იყო, თუმცა მე უფრო პრაქტიკული გამოცდილება მეტი Scrum-ში მაქვს. ანუ შენ სტუდენტებს არ ემუქრებათ ის, რაც 2012 წელს შენ განიცადე, რომ სტენდაპზე გეძახდნენ და არ იცოდნენ ეს საიდან მოვიდა. ზუსტად და ეს მათი ერთ-ერთი ძლიერი პლუსია. ასევე მოწვეული მყავს, როგორც თქვი, Product Owner-ით, Scrum Master-ით და მე ვფიქრობ საუკეთესო, ანუ ტესტერს მაგაზე მეტი ინფორმაცია Scrum-ზე და Agile-ში არ ჭირდება. რაც ჩემს დამწყებ სტუდენტებს აქვთ. ანუ სრულად ვფარავთ მაგ მიმართულებასაც. და შემდეგ ალბათ მარია მეორე რატომაც საქმდებიან ესე კარგად გარდა იმისა რომ ძალიან კარგი სტუდენტები მყავს და მეც მთელ ჩემს ენერგიას ეს ნიშნავს იმას რომ თქვა აი დღეს მე-12 კლასელ ბავშვს რომ მოუნდეს შენთან მიიღებ? არ მინდა მე-12 კლასელი მივიღო, იმიტომ რომ აბიტურიენტია და მას შეეშლება ხელი და ისე დღეში ვერ დაუთმობს ის 60 საათს ჩემს კურსს. ანუ ეს ძალიან მკაცრი პირველადი კრიტერიუმია, რომ ადამიანი უნდა იყოს უკვე შემდგარი პროფესიონალი და კონდეს ეს მუშაობის და სწავლის დისციპლინა და ბუნებრივად ესე ხდება, რომ ესეთი ადამიანები მოდიან, იმიტომ რომ მოთხოვნა არსებობს IT სფეროში შესვლა. არა, მყავს პატარებიც, უბრალოდ მე მინდა ისეთი ადამიანი. მე ჩემ შულზე მეფიქრება, ხო ხდება. მე ნებისმიერ ადამიანს მივიღებ, ვისაც აქვს დღეში 3 საათი, 4 საათი თავისუფალი დრო, რომ დაჯდეს და იმეცადინოს. კი ბატონო. სულ ერთია ის იქნება სკოლის მოსწავლე, სტუდენტი თუ კურსდამთავრებული. მთავარია დრო კონდეს, ისე არ გამოვა როდის. მოგწერ. ისე არ გამოვა არაფერი. ხალხსაც გაუზიაროთ რა, ანუ 4 მაისი არ დარჩა ბევრი ადგილები და საფხულში მგონია რომ ხალხს ექნება. მაისში, მაგრამ მაისთან იწყებ და 4 თვიანია, ხო? როგორც სექტემბერში დავამთავრე. სექტემბერში დავამთავრე და 3-4 საათი დღეში არის ის რასაც ითხოვ შენ რაც უნდა გააკეთო სტუდენტმა. ნუ ამის გარდა სულსა და გულსაც ითხოვ, ხო? და კიდევ რატომაც საქმდებიან ესე კარგად, რომ უკვე ჩემი ძალიან ბევრი კურსდამთავრებული ხო წარმატებით არის დასაქმებული კომპანიებში და კომპანიები ხედავენ ესენი როგორ ტესტავენ, რა ცოდნა აქვს და რა ხარისხს ხდებენ. ამიტომ ყველა ის კომპანია, როდესაც ახალი ტესტერი სჭირდება, ვაკანსიას არც აქვეყნებს. გირეკავს ალოლელა? პირდაპირ, კი, ანუ გენდობა რომ ის ფილტრები უკვე შენ მაფია. ანუ მე ვარ მაფია ამ სფეროში. და გატესტილი ხაზე ხალხი ხო? რა თქმა უნდა, ანუ მეუბნებია რომ ლელა გაუწიე შენს საუკეთესო კურსდამთავრებულებს. აი ზუსტად ისეთი გვინდა, როგორიც წინაზე გამოგვიგზავნე. აი ზუსტად ესეთი თემები აქვს და აი მართლა ეხლაც ბოლო სტუდენტები რაც დასაქმდა, დასაქმდნენ ესე მარტივად, იმიტომ რომ იმ კომპანიებში უკვე მუშაობენ ჩემი ტესტერები და კომპანიას, როდესაც ახალი თანამშრომელი უნდა, იცის რას ვასწავლი, რა არის ჩემს სილაბუსში და ზუსტად ჩემი სტუდენტი უნდა. რა მაგარია რომ იმ სტუდენტებს მე საერთოც აქვს და ამ საერთოს ქვია ლელა გაბელაი. მე მან დიდი სიყვარულია რომ მოვიდა ახალი ტესტერი ამ ძველმა იცის რომ ლელას ახალი კურსდამთავრებული მოდის და ეს ამას ცივნიავს ხო არ მიაკარებს ხო გამორიცხულია და ესე მე უკვე ისინი ეხმარებიან ერთმანეთს გამოზრდილები არიან ხო თვითონ ანვითარებენ მე ინდუსტრიასაც და ერთმანეთსაც ძალიან მაგარია აი მიხარია რა ანუ ალბათ ერთ-ერთი თავარი მიზეზი რატომაც საერთოდ წამოვიწყე კონფერენციები, მითაფები და პოდკასტები არის რომ ბავშვობიდან
ძალიან მიყვარს და ყველაზე ესეთი მასწავლებლები იყვნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები. აი ვედაქალებოდი რა, იმ ჩემი მათემატიკის მასწავლებელი დღემდე ჩემი დაქალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არის, არ ვიცი 40 წელი სხვაობა. ძალიან მიყვარს შრომის მოყვარე და რაღაცნაირი ესეთი თავდადებული ხალხი, რომელიც რაღაცა მისიას ისახავს და მისიის აღსასრულებლად, რაც შენ თქვი, ჯანმრთელობის ფასად მიჯდება. ხო, მაგას გადავხედავდი. მაინც, იმიტომ რომ მე ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი ჯანმრთელობის ფასად და მე მომიწია ძალიან მტკივნეულად, მაგრამ აი ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მე მიხარია, რომ შენაირი ადამიანები ჩვენთან მოდიან და აზიარებენ აი რაღაცნაირად როგორ იცი, აი უანგაროდ თავის რეალურ გამოცდილებას რა. და აი სანამ დავასრულებთ, მე მინდა რომ იმ ადამიანებს ვასრულებთ უკვე, არის? უკვე ვასრულებ? შეგვიძლია არ დავასრულოთ. ცოტა ხანიც არ გამიშვა და არ შენ როგორც კიდე დავასრულოთ. ისა ხო რაღაც კარგი გაზა ფლოუში ვართ ხო? რას ურჩევ? ადამიანებს, რომლებსაც ეფიქრებათ ახლა ამ კარიერაზე. საიდან დაიწყონ? რითი დაიწყონ და შეიძლება ყველას არ უნდოდეს მაინც და მაინც მასწავლებელთან გავლა ან რაღაცა, ხო? მაგრამ აი რა დაეხმარებათ რეალურად? ხო, რით დაიწყონ და ისევე როგორც ნებისმიერი IT-ის პროფესია ავიღოთ, ხო? დაწყება დამოუკიდებლად, გინდა არ გინდა, ცოტა რთულია. იმიტომ რომ სხვა მასალაა, მარი, ეს სხვა მასალაა და შენ არ იცი შენით რა დააბრიოდე. სად უნდა გაჩერდე არ იცი. აი პირობითად აი ყველაზე მარტივი ავიღოთ. სად შეიძლება ტესტერმა დაწეროს ბაგები? შეიძლება იყოს Jira, Trello, ClickUp, Notion, Asana და გაგრძელდა, ხო? სად გაჩერდეს, ანუ რომელი ხელსაწყო გაარჩიოს, რამდენი გაარჩიოს, ხო? მენტორი ეგრევე გეტყვის, რომ თავარია, შენ ბაგი იპოვო და იცოდე როგორ დაწერო. Jira-ში თუ create ღილაკი ქვია, იქ უკვე მაინც ორი კლიკით უნდა გახსნათ აქ ტიკეტი. მაინც ორი კლიკით უნდა, მაგრამ ეს დამწყებს ხო აშინებს, იმიტომ რომ გასაუბრებაზე შეეკითხეს, სხვა ხელსაწყოები ახსენეს, ეს ფიქრობს რომ არ იცის, არა და იცის. უბრალოდ Jira-ში იცის და Asana-ში არ იცის, არა და იცის, ხო? ელექტრონული ტიკეტი. აი, ამიტომ რადგან ესე გაიზარდა ეს პროფესიები, ხო, ტესტერი უკვე აღარ არის აქ დავაკლიკე, იქ დავაკლიკე. ანუ ორთვიანი, ოთხთვიანად გადაიქცა, ხო? გადაიქცა და კიდე მოუწევს, მე მგონი გაზრდა, მე რასაც ვაკვირდები. ძალიანზეც გადახოლმე. რასაც ვაკვირდები, გასაზრდელია. ხო, რთული იქნება, მაგრამ არ დაიკარგოს ხელსაწყოებში, მოდი ესე ვიტყოდი, არ დაიკარგოს პროგრამირების ენებში, იმიტომ რომ ავტომატიზაციის კეთება შეიძლება ნებისმიერი პროგრამირების ენით, ხო? JavaScript-ზე შეიძლება, Python-ზე შეიძლება, Java-ზე შეიძლება და ასე შემდეგ. არ ეგონოს, რომ 3-ვე და 4-ვე და 10 პროგრამირების ენა უნდა ისწავლოს, ხო? აირჩიოს ერთი მიმართულება ტექნოლოგიებში, ერთი მიმართულება აირჩიოს, რამოდენიმე ხელსაწყო აირჩიოს და დანარჩენი დრო დაუთმოს ის, რაც სინამდვილეში არის ტესტერის მაინდსეტი, რომ ეს როგორ გავტესტო. ამ დროს რა შეიძლება მოხდეს. ანუ, იმიტომ რომ ხელსაწყოები ყოველდღიურად გვემატება, ყოველდღიურად იზრდება და მაგას ვერ დაეწევი და არც გჭირდება, ხო? მიხვალ კომპანიაში, იქ უკვე არჩეულია ხელსაწყოები და გასწავლიან იქ სად რა უნდა გააკეთო. ამიტომ ისწავლონ ტესტერის ფსიქოლოგია, ანუ რა არის ეს ტესტირება, ტიპები, დონეები, ტექნიკები, ბაგი როგორ დაწერონ, кейსი როგორ დაწერონ, ამაში AI ძალიან მარტივად დაეხმარებათ და დანარჩენი მერე პრაქტიკასთან ერთად მოვა, ვისაც არ უნდა რომ გაიაროს კურსი და ყავდეს მენტორი. ჩაკიდებული კი ბატონო, ვისაც ყავს მენტორი, მას ხო არანაირი პრობლემა არ აქვს, მენტორი ზუსტად გეტყვის, სად უნდა გაჩერდე და ხელს გადახვეს და მიიყვანს დანიშნულების რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთს ვიტყვი. არა იმიტომ რომ მე მაქვს კურსები, ზოგადად ვამბობ ამას, რომ ამ კურსებში თანხის გადახდა ღირს და რატომ? იმიტომ რომ დასაქმებიდან პირველივე ხელფასით შენ ამ კურსის ღირებულებას უკან იბრუნებ და მთელი ცხოვრება პროფესია გრჩება. ანუ ამაზე კარგი ინვესტიციას შენს თავს ვერასდროს ვერ გაუკეთებ. და ჩემთან მოდიან როგორი ტესტერები, იცი, მაგრამ არა ის რომ დასაქმება უნდათ და ამის შესწავლა, ისინი უკვე მუშაობენ წლებია ტესტერად, უბრალოდ უნდათ სტრუქტურირებულად კონდეთ მათ ეს სოდნა და რაღაც არ იყოს ქაოტური. დამავალა გავაკეთეს დონეზე არ დარჩნენ. კი ბატონო და ძალიან ბევრი კომპანიებიც კლient დეპარტამენტებს ატრენინგებენ ჩვენთან. ჩვენს კურსებზე, ტესტირების კურსებზე. ამიტომ კურსები მარტო დამწყებს კი არ ჭირდება. უკვე
პროფესიონალსაც სჭირდება, რომ სტრუქტურირებული ცოდნა მოგცეს მენტორმა, რომელსაც ამდენ კომპანიაში უმუშავია, ამდენ საერთაშორისო გუნდთან ერთად, არა მხოლოდ თუნდაც საქართველოში, ამდენ სტუდენტთანაც მოუსინჯავს და გაუტესტია. ხო, რა უნდა მოხდეს, თქო, ზოგჯერ ვფიქრობ, რა შეკითხვა უნდა მოვიდეს ჩემთან ისეთი, რაც ტესტირება შეეხება, რომ ვერ ვუპასუხო. იმიტომ რომ იმდენი კითხვა მოვისმინე უკვე ჩემი სტუდენტებისგან. იმდენი კითხვა მაქვს მოსმენილი, რომ რა უნდა იყოს, თქო. ლელა, ეხა მე და შენ, ხო? KPI-ის შესრულება, რომელიც ამბობს, რომ დასაქმდა ამდენი ადამიანი, ხო? აღარ საჭიროებს ახსნას. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, რომ ამ არეულ ქვეყანაში მარტო შენასაქმებ ხალხსო. არა, ანუ ასეთ ყაპატყუპით ადამიანები საქმდებოდნენ, მაგრამ მოკლედ წარმატებები მინდა გისურვა შენ ამ გზაზე, ამ მისიის შესრულების გზაზე, რომელსაც ასე გულანთებით, ენთუზიაზმით, სიყვარულითა და ზრუნვით აკეთებ. ამდენი წელი ვერ გააკეთებ საქმეს თუ მართლა არ გიყვარს. და აქაც ისეთი ენთუზიაზმით აზიარებ ამას და მე მინდა რომ ჩვენ არ ამოვჭრათ ის მომენტი, როდესაც ლელა ამბობს რომ ეს არა ქვია, უკვე ვამთავრებ. ხო, არ გამიშვათ სახში. სახში არ გამიშვათ. ძალიან მკაფიოდ ხას უსვავს შენს გულშემატკივრობას ამ სფეროს მიმართ და თავდადებას რომ ეს სფერო განვითარდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადაისხას სწორი სისხლი, ანუ ფსიქოლოგია, რასაც შენ ეძახი, მაინდსეტის ნაწილში და მოკლედ იყოს წარმატებული. და შეცვალოს თავის ცხოვრება უკეთესობისკენ, იმიტომ რომ IT მაინც მომავალია. და ისიამოვნოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ქვია დისტანციური მუშაობა, კარგი ხელფასი და ჭკვიანი ადამიანების გარემოცვაში კარგი რაღაცების საზოგადოებას ხო გააჩნია. ზოგჯერ მეგობრები რომ მუშაობენ სხვადასხვა სფეროში, მეუბნებიან რომ აი თანამშრომლისგან ეს მეწყინა, ის მეწყინა, ამან ეს თქვა, არ მახსენდება IT კოლექტივში ვინმე რამე ინტეგრირებს. რა უნდა ეთქვათ, ყველა ორიენტირებული ბიჭები დაიბადოს ბავშვი და ბავშვი იყოს ჯამრთელი, რომელსაც პროდუქტი ქვია. ხო, აი სულ პროგრამისტები, ანალიტიკოსები, ვინ უნდა გაწყენინოს, ანუ პირიქით ანთებულები ხართ, რომ შექმნათ რაღაცა სიახლე, აქ არ არსებობს ერთმანეთთან. ხო და ჯამრთელ ბავშვს გაუმარჯოს და გაგიმარჯოს შენ წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა რომ კიდე ბევრი კაცი. მადლობა მარია მოწვევისთვის. კიდევ მოვალ სიამოვნებით. აუცილებლად მე ვატყობ გაგრძელება იქ. მე კიდე უნდა მოვიდე იმ რაღაცა კურსზე ხალხს რაღაცები რომ გაუზიარო. ან სტუდენტად ან თანა რაღაცა მოწვეობას ალბათ. მადლობა ძალიან დიდი. ასევე მადლობა.